არცია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს ჯერ პრეზიდენტის რეზიდენციასთან, შემდეგ კი მთავარ პროკურატურასთან გამართეს. ჩვენ ვაპროტესტებთ ადამიანების დაშანტაჟებას და ჩაგვრას სექსუალური ორიენტაციის ნიადარზე ნათქვამი იყო მიმართვაში, რომელიც ორგანიზატორებმა Facebook-ის მეშვეობით გაავრცელეს. შევახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მთავარმა პროკურატურამ სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. განცხადებასთან ახლდა ჰომოსექსუალი მამაკაცების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა, რომელიც პროკურატურისავე ინფორმაციით მაღალჩინოსნების მხრიდან შანტაჟის მიზნით გამოიყენებოდა. არციის მონაწილეები პირადი ცხოვრების ხელყოფაში ძველ და ახალ ხელისუფლებას ერთნაირად ადანაშაულებენ და მათთან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ის, რაც ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით არის აღმაშფოთებელი ამას რძენი და ეს აქცია ემსახურება სწორედ ასეთი პრაქტიკის გაკრიტიკებას. ერთი ხელისუფლება იცვლება მეორეთი, მაგრამ მეთოდები რჩება იგივე ესე გამოდის. და ჩვენ ვაპროტესტებთ ამას, გვინდა რომ იყვნენ ხელისუფლება მაქსიმალურად ხალხის მხარეს და არ ხდებოდეს ასეთი დოზით ჩარევა მათ პირად ცხოვრებაში. ჩაწერაც იგივე დანაშაულია, როგორც გავრცელება და ორი ხელისუფლების ჭიდილში ჩვენ რიგითი მოქალაქეები არ უნდა ვიჭედებოდეთ. აქ ზუსტად ის ფაქტები გვაქვს, რომ ერთი ხელისუფლება მეორეს აშავებს და ზარალდება LGBT მოქალაქე, ან ნებისმიერი მოქალაქე დაზარალდება, ვისი ვიდეო კადრიც არსებობს.